ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ. ამ საკითხზე საჯარო ლექცია პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა წაიკითხა. მოხსენებელმა ყურადღება ისეთ თემებზე გაამახვილა, როგორიცაა თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში. საჯარო ლექციას შოთა რუსაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ქალთა და ფემინისტური პრობლემების შესახებ არაერთი კვლევისა და სტატიის ავტორია. საჯარო ლექციები ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივითა და აჭარის განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ ლექციების მიზანი არის ქალთა მოძრაობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება. შემუშავებული არის საგანმანათლებლო სალექციო კურსი, რომელიც ამ ეტაპზე 8 ლექციისგან შედგება და სხვადასხვა თემებს მოიცავს. ეს გახლავთ ქალთა მოძრაობის დასაწყისი, ქალები ხელოვნებაში, კინოში, გენდერი, თანასწორობის იდეა რელიგიაში და ასე შემდეგ. სტუდენტების ძირითადი ინტერესი იყო ისტორიულ ნაწილთან და იყო ასევე პოლიტიკურ მონაწილეობასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო ლექცია მოგეხსენებათ, რომ ძალიან პროდუქტიული, მით უმეტეს ეს იდეები არ არის პოპულარული, არ არის ესეთი, ვთქვათ, ინფორმაცია ძალიან ფართოდ გავრცელებული, ამიტომ ნებისმიერი ესეთი შეხვედრა მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან პროდუქტიული.